ჩემთვის რა რომ ყველაზე ყოველთვის არის იმის შესაძლებლობა რომ პრობლემა რომელიც არსებობს შენში შენს ქვეყანაში შენ თავში მოძებნო რა რომ შენ ხარ ამაში დამნაშავე იმიტომ რომ მე აი პირადად მე არასოდეს ტყული არ მithქვას და არასოდეს არ მოვიტყვი პირადად მე რამდენჯერმე ვისაც ვიცნობ ხელისუფლებაში არა მხოლოდ მათთვის აი ვისაც ვიცნობ რომ მათთან ახლო ურთიერთობა ვეუბნებოდი წლების მანძილზე ასეთი რამები ხდება ციხეში მე ვუბრუნდი რომ ნანახი არ მქონდეს მაგრამ პატიმრებისგან ხო ეს მესმოდა და ვეუბნებოდი ასეთი რამე ხდება ციხეში ვეუბნებოდი ამის გარდა იბეჭდებოდა გაზეთებში ეხლა ამბობენ რომ არ ვიცოდითო და პარლამენტის წაი გიждები რომ ამბობენ რომ მარტო ბაჩო ახალა ეს დაჭერას რო ითხოვენ ბაჩო ახალა ეს კი არა მე მგონი პასუხისგებელი საქმის აღზრას იმსახურებს ნებისმიერი ადამიანი ვისაც ევალებოდა ამის გამო რეაქცია ქონდა აი წარმოვიდგინეთ რამდენი პარლამენტში არის 150 დეპუტატი ჩვენ სულ ვიცით 20 მაქსიმუმ რომელიც თავის მოვალეობას აღასრულებს ანუ იღებს საკანონმდებლო შემოქმედებაში მონაწილეობას რაღაცას დაიწუნეს მოიწონეს ძალიან ძირითადი ნაწილი დაახლოებით ეს არის 100 დეპუტატი რომელიც თელის ამდენი წლის მანძილზე ჩვენი ბიუჯეტიდან ჩვენი ფულით არსებობს და არაფერს არ აკეთებს არაფერს გამკეთებელი არ არის აი მათ ჰქონდათ საშუალება რამდენჯერმე ერთხელ კი არა რომ სახელმწიფო ოფიციალური სახელმწიფო პირისაგან ომბუდსმენი არის სახელმწიფო პირი ოფიციალური მონაცემები მოესმინა ოფიციალური ფაქტები წამები დახოცილი ადამიანების შესაძლებელი და რეაქცია არ ქონდა შედედა მოტყურო ჩემს ფულით რო ცხოვრობ ამდენი წელი და რეაქციას არ აქვს საშუალო წახვალ და გადაბრუნდები და დაიძინებ რო იცი რომ 20 წლის bis წამებით კლავენ ციხეში აი არ მესმის ამ ადამიანების არსებობას პარლამენტში რა გამართლება ან როგორ ითხოვენ კიდე რომ ისევ დეპუტატად აირჩიონ და ხმამისწრებს მიცეთ კიდე ჩვენ აი ეს ჩემთვის არის სულად აუხსნელი აი სულად გამაოგნებელი